ესე იგი მე რამდენჯერ ვიწყებ ამ ვიდეოს ჩაწერას, კაცო, მარით ის გავიტირები რა არ გავაკეთე და აღარ მიტირება უკვე იმდენჯერ ვისაუბრე რომ უკეთ ვარ. ეს კი მოვდიოდი ძალიან ცუდად ვიყავი. აი ტირო, რასაც ვქია, ვტიროდი, იმიტომ რომ დედაჩემ ძალიან გართულ და დამძიმდა მისი მდგომარეობა და უცბად აი ესე ვტირი ვარ, თანავე ისე კომენტარები რო არის გარეკავა ეს ხალხო. თქვენ არ გამოგივლიათ ეს ყველაფერი და ნახეთ ვინც ამ ყველაფერს მიწერს. აი უდიდეს ნეგატივში არის ხალხო, უდიდეს ბრასში ხართ, უდიდეს ტკივილში ხართ და თქვენ რო აი ეს ამას რო ასე დავადებას რო დაახვედროთ აი ნამდვილად გარეკავ. ამ დავადებას თვის აუცილებელია დაახვედრო ამ დავადებას აუცილებლად უნდა დაახვედრო უდიდესი პოზიტივი, უდიდესი რწმენა ღმერთის, უპირობო სიყვარული რო დამცინით, უპირობო დიახაც რომ უპირობო სიყვარული, მე დამცინით უპირობო სიყვარულზე, ანუ ღმერთს დაცინით ხალხო. ანა რა ჩამეწერე მე გამეკეთე ამაში. ყველაფერი წინ არის. ადამიანებო, თქვენ არიცით ამ ყველაფრით როგორ ინადგურებთ თქვენ თავს. აგერ არის. მე რა მიწერეთ რაც კიდათ. თქვენ რა დაგემართებათ. და აჰა ტკივილში იყო ნათელი მაგალითი, აგერ ყავთ. როდესაც არიშუშებ იარებს რა გემართება და უცბად გეტყვით რა რისთვის უნდა იყოთ მზად. მოკლედ მოვდივარ ტირი ვარ და უცბად სიმღერა არის ასეთი ამ შემთხვევით არაფერი არ ხდება. აი კი არ უსმენდი, მაგრამ უცბად მომესმინა რომ ღმერთი მადლიერი იყავი კი არ და დატკბი სირთულით რაც ახლა გაქვსო ღმერთი საოცრებას გიმზადებს, რომც არ მიმზადებდეს, რომც გარეკვას მიმზადებდეს მართლა, ხო? ყველაფრისთვის მზად ვარ. თუ გასარეკი ვარ, ესე იგი ასე არის აუცილებელი, თუ საუკეთესო ცხოვრებისთვის მამზადებს, ამისთვისაც მზად ვარ, ყველაფრისთვის ვიქნები მადლიერი, მე დახლილი ვარ. მე ძალიან დაღლილი ვარ ხარ 5 წელი დემენციასთან თანაცხოვრება მე თავადად მიკვირს რო არ გავრეკე გესმით როცა გითხარ თუ არა დანიელი შედი დედი დანიელი მოვიყვანე ექიმთან გაცეფული არ მოკლედ მაინც უნდა გადამოწდეს დედაჩემი გუშინაც მყავდა თირკმელებზე შევამოწმე მოკლედ მსულ ექიმებთან დავდივართ მოკლედ რაღაცა ემართება ეს არ წერს რა ახალი მობილი არის ჩემს აუცილებელი და ეს კი წერ და მე ითიშება და ვიდეო არ არის ჩაწერილი და რას ვამბობდი რაღაცები თქვი და აღარ მახსოვს მოკლედ ზოგადი მიმოხილვა რატო არის ქართულებული არის იმიტომ რომ ახმა აღარ აქვს რადგან აღარ აქვს უფრო დაკარგულია ფიზიკურად კარგად არის drive Your route avoids a road closure on Center Street. You're on the უფრო დაკარგული არის. ნახეთ, ორგანიზმი დაავიწყდა, როგორ უნდა გავიდეს კუჩში, ამიტომ ეს ელასტიურობაც კი დაკარგა. აი მიწოლა ასე შემდეგ არის. ამიტომ ხელოვნურად ხან რებს აღარ ვუკეთებთ წამლების რომ გავიდეს დედაჩემ კუჩში. და შემდგომ ნახეთ რას აკეთებს ფეკალური მასები ამაქვს ყოველთვის ხო არ უყურებ მე მაგალითად ვცდილობ რომ სწრაფად თქვა რომ ეთიშება ხოლმე ყოველთვის არ უყურებ მაგალითად საჭყვებს ვაკეთებ ასე შემდეგ და ამაქვს ყველგან უსვამს კიდევ კარგი ზოგიერთი მათგანი ჭამს კიდევ ჯერჯერობით არ ჭამს თავის ფეკალურ მასას ამიტომ ფრთხილად იყავით ამ სტადიაზე ესეც გელით წინ იცოდეთ და ეს კი საფრთხეში შემყავს სტიმულაცია უნდა მოახდინოთ გესმით ესე კი ავიწყდება მაგალითად ფისის გაკეთება ხო იქ მაგალითად ვადებ ცივ საფენს იქ მაგალითად საკვერცხებზე იქ მაგალითად სხეულს ვახსენებ ყველაფერს და ამიტომ აი მისთვის რა ნაცნობი რა არის და ტუალეტის ქაღალდი ვაკავებინებ ხელში და მე ახსენდება რისთვის რა უნდა გააკეთოს და აკეთებს პატარას თუ დიდიც ძირთად არა მარტო დახმარებით და პამპერსში შეიძლება შევიყვანო და უცბად რაღაც
გააკეთოს, მაგრამ ძირითადად ყველაფერი ხდება პამპერში და მე ამოაქვს ხოლმე ეს და ყოველდღე რეცხავ, ყოველ დღეს არაცხს. ეს არის იცოდეთ მოსალოდნელი. იმის გამო რომ ახლა ფიზიკურად უფრო კარგად არის, ეს უფრო კარგად გვირთხავს, უფრო კარგად მეუბნებით ხოლმე ნეგატიური რატო არ გეხება, ნეგატიური კომენტარები როგორ უნდა შემეხოს, იმუნიტეტი მაქვს უკვე ყოველდღე მლანცავს, მაგით რას არიშვება დედა ჩემი ყოველდღე უკიდურეს ნეგატივს მიზიარებს, ასე რომ ვთქვათ და ნახეთ თან მოვლის წინააღმდეგიც არის გესმიდან. ახლა იმიტომ რომ იმ ტრამვაში დაბრუნდა მოკლედ ძველ ტრამვაში და სულ მეუბნება ტაქსის ანდა დეტალები და სულ მეუბნება ბიჭო არ შემეხო და ყოველთვის ანუ თუ ან მომლელია ის სახელმწიფოდან ერთი საათის რომ მოდის ხოლმე გონია რომ ისევ ის ტაქსი მძღოლი არის და მოკლედ გვირტყავს გლანძღავს რასაც გუშვება ანუ მოვლის თუ თუნდაც აი მაგალითად თმებს ხებავდი ხო გაარბოდა რასაც ხო შუაგზაში ვაწევდი რომ უნდა გამოუწმიდო ხოლმე საპირფარში რომ შევიყვან და შემდეგ ხო უნდა გამოუწმიდო გაარბის და მე ჰაერში ვაწევ ხოლმე რასაც ქვია ტუალეტის ქაღალდს რომ გავასუფთავო დედა ჩემი ამ კუთხით არის უფრო გართულებული, ანუ რადგან გარბის, რადგან სიარული შეუძლია, თუმცა აი ყველაფერს კიდე გამოკეთდა ამ კუთხით სიარული შეუძლია, ყველაფერი უფრო ძალიან რთულად არის, ძალიან რთული არის. ადამიანები ურთულესი. აი რაც თქვა ტირი ვარ, ყოველ დღე თითქმის ტირი უკვე. იმდენად ანუ სხეულმა რაღაცნაირად ხუნდა გამოხატოს და აი ხატავს ასე. დედა ჩემი აგრესივით, მე ტირილით. და ესე იგი და ამიტომ ეხლა თან მესმის ამ კომენტარებს თან მიჩვეული ტიტი დედა ჩემმა გამომწვრთნა უკვე და თან მესმის რატომ მიწერენ იმიტომ რომ არ გამოგივლიოთ და არ იცით ეს ყველაფერი არ არის ბ დანებდით და ნერვები გეშლება რომ სხვა გზას გაჩვენებთ არ დანებების გზას მე მესმის ყველაფერი დღეს კიდე უფრო მეტად რატო ვტიროთ იმიტომ დავაგვიანე იმაზე რა ქვია ფეხბურთზე ვაიკი დავყავს მოყოლ დავაგვიანე ფეხბურთს უფრო განვაგვიანე უფრო არც კი წამიყვანია ვერ წამყვანი იმიტომ რომ დედა ჩემი იმხელა ძალა გვერთმევა ვიცი ბოდიში და გვერთმევა დანიას ხელები ეჭირა მეუბნება დედის სუნი არის ვიცი რომ ესეც დანიაში რაღაც საოცრებას გააღვიძებს მოკლედ მე ვენდობი ღმერთს რაც აუცილებელია თუ აუცილებელი რომ დღეს მოვკვდე იყოს ასე მე ვენდობი და მივყვები თუ აუცილებელია ის რომ მე ღირსოს კარგი ცხოვრება ახლა მაინც ადლიერი ვიქნები ამაშიც ღმერთს ვენდობი მივყვები ბავშვით არის გესმით აი ბავშვით ჭამა მაზი ჭამა ადამიანებო იმიტომ რომ ახკმარ აქვს და იქვე და უცბად როდის მოასწრო წამებში როგორც პატარა ბავშვი წამებში ამ ფეკალურ მასა გამოაქვს როგორც პატარა ბავშვი ახკმარ აქვს პატარა ბავშვი რა არ ჭამს ფეკალურ მასას უბრალოდ არ ვაცდით ხო და ეს სწრაფად კიდევ კარგი არ ჭამს დედა ჩემი ზოგიერთი თურმე ჭამს კიდევ ამიტომ 1000 თვალი 1000 ყური ურთულესი არის ბოლო სტადიის მქონე დემენცია ადამიანის მოვლა ურთულესი არის ეს ყველაფერი ესე იგი ყოველთვის ვწუნდები რაც ხდება ყველაფერი ხდება ჩვენთვის აი თუ არ დავიგებ ნახეთ ვიტირე იცით როგორ ვიტირე საერთოდ სახელთან გასვლა არ მინდოდა ისიც ვდოდათ ვიყავ ძალიან დავიღალე ეს არ არის ადვილი რა ამ ხელა ადამიანს გამოვცვალო როდესაც გირტყავს როდესაც ის კიდე ტუალეტში შეიყვანო იქელოდო 1 საათი და თან გარბის ისე მოკლედ რა შუაგზაში აწევ ყველაფერს ეს ურთულესი არის ურთულესი თან ყოველ სულ გლანძღავს სულ ყვირის სულ ტირის ღმერთო ჩემო ეს არ არის ადვილი და მოკლედ ესე იგი და როგორ მოხდა იცით რადგან ვაგვიანებდი უკვე იმაში რა ქვია ფეხბურთზე მინდოდა რომ ფეხბურთზე წამოვიყვანა კი მაგრამ რადგან იმიტომაც ვია ფორმა მაგრამ რადგან ვაგვიანებდი თქვი რომ მოდი რადგან ახველებს ექიმთან წავიყვან არ გადავდებ ხო წამოვიყვანა ნახეთ და დედა ჩემო რადგან აქ ყველაფერი ასე მოისვარა ხო ამის გამო დავაგვიანეთ ზუსტად მაგრამ ნახეთ რომ დავაგვიანეთ რა მოხდა იცით მივედი ექიმთან ფეხბურთზე რო წავედი ექიმთან და დანიელ გამოგვიშინ ფილტრებზე უნდა გადაუღონ ხომ არ არის ფილტრების ათება
ხედავთ რატო ხდება თურმე ეს ყველაფერი უბრალოდ მე შემეძლო აქაც არ მოსულიყავ მეტი რა გამაგრძელებინა ის რა ქვია მსხვერპლის პოზიცია დედა ეს რა დამემართა და არ მოსულიყავ თურმე ღმერთს რა უნდა და რა მიმანიშნა იმიტომ მოხდა გამოსვლის წინ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა რომ მე თურმე ღმერთს უნდა და რომ მომეყვანა ჩემი შვილი ექიმთან ჩართვას გავაკეთებ ეს იგი პატარა ბავშვით აი ზუსტად პატარა ეხლა ნახე აი აქ მაქვს მაგალითად ჩამოუტანე ესე ბანანი და ნუ წამალი თავისი ეს არის რომ ანტიბიოტიკებზე არის დედაჩემი ფეხის გამო და ესე იგი ჩამოუტანე დანიელი დავტოვე მეწავედი გამოვუცვალე დედაჩემს აი ამბერცი და ყველაფერი გამოვუცვალე და ანუ ახლა ჩამოვიყვანე ჩავაცვი ახლები ახლა ჩამოვიყვანე აი ზუსტად აი როგორც დანიელი იყო თვების ასე განსხვავება ის არის რომ დედაჩემის ანუ არ შემიძლია სხვაგან გამოვუცვალო რა ანუ მანდ სახლში უნდა მოვიდე იმიტომ რომ არ არის ეს ბავშვებისთვის ხო არის ის სპეციალ დიდებისთვის არ არის მასეთი ამიტომ მიწევს სახლში მოსვლა გამოცვლა ახლა წავალ დანიელს ავტიპ ის არის ფაფერს ავუხებ და ღმერთის წყალობით კარგი ანალიზა რო გადაუხეს ფილტრებზე ხო ყველაფერი კარგად არის ნუ ფაფერ მაინც არის აუცილებელი მისთვის კიდევ კარგი რომ მივიყვანე ექიმთან მადლი ვარ ხორვერტის მე გადადება მინდოდა რა ჯერ ფეხბურთი მაგრამ თურმე ბავშვი აუცილებელი იყო რა და მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი ასე მოხდა ახლა მივდივარ და ესე იგი ტირის როგორც პატარა ბავშვი წუწუნებს როგორც აგრესიულია ეხა ბავშვი ისევე გამოხატავს ხო აგრესიას ნუ ყველაფერზე ტირილს იმეშვება დედაჩემს ეს აქვს უბრალოდ რომ თუმცა ნახეთ არის როგორც თვეების ბავშვი აი ყველაფერში რა პამპერს თან და კონდეს ყველაფერი თან და კონდეს უნდა ატარო ესე უნდა მოკლედ რა ერთადერთი გამოცვლის რომ აი პატარა ბავშვის გეწინააღმდეგება ტირის ყვირის და ასე შემდეგ მიუდეკით როგორც პატარა ბავშვს პატარა ბავშვს რომელიც არის მოცულობით ძალიან დიდი ერთი ხარჯი და მე თუ გავზავთ ვიდეოს ყურება აი ნახეთ ვერასდროს ვერ ვხედავ ჩვენ ეს ხელში დაბნეულები ვართ სხეული გვაქვს ცხოველი სული ღმერთის და ვერასდროს ვერ ვხედავთ აი ზუსტად ის სული ღმერთის ყველაფერს აკეთებს გვიგზავნის შეტყობინებებს აი თუნდაც ნეგატივით რაღაცნაირად ხო უნდა მოაღწიოს ხმა ჩვენამდე ხო თურმე აი ეს უდიდესი რაღაცა ტივიტირე მოკლედ ეს მოხდა დავიღალი ფიზიკურად რისთვის რომ შვილი მომეყვანა ექიმთან ეხლა ფაფრე უნდა გააგრძელოს შეიძლება მე ანტიბიოტიკებზეც იყოს ხედავთ თურმე ჩემი შვილი არის ცუდად მე კიდე ვარ დაბნეული იმიტომ რომ ვარ გადახელი მაგრამ მადლობა ღმერთს რომ მაინც მიყვები მის ხმას და მოვიყვანე ჩემი ვაჟკაცი მადლიერი ვარ ღმერთს ახლა გადაუღებენ ნახავენ შემდეგ თუ რამე დაუნიშნავენ ანტიბიოტიკს ყველაფერი ჩვენთვის ხდება ჩვენთვის უბრალოდ ზოგჯერ რადგან პოზიტივის ენა არ გვესმის გვეგზავნება უდიდესი ნეგატივი რომ რამენაირად დაგვაყენონ სწორ გზაზე ყველაფერი ჩვენ თავს კი არ ხდება არამედ ხდება ჩვენთვის